რა აზრი აქვს იმის სწავლას, რაც დიდი ხნის წინ მოხდა? ალბათ ეს კითხვა შენც უამრავჯერ გაგჩენია. და ნეტა წარსულში ქეკვა მართლა ამდენად მნიშვნელოვანია? ნახოთ. მაგალითად, იცოდი რომ ლანა დელ რეის მუსიკა 50-იანი წლების ამერიკული სტილია. Daft Punk-ი 80-იანების დისკო, ხოლო Balenciaga-ს კოლექცია 90-იანი წლების მიხედვით იქნება. ახლა შეიძლება ეჭვ გაგიჩნდეს, საერთოდ შესაძლებელია თუ არა რაიმე სრულიად ახლის შექმნა. ასეთი ფრაზაც არსებობს. ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. ამიტომაა, რომ მოდა, სტილი და ტრენდები ხშირად ბრუნდება, მაგრამ ზუსტად იმ ფორმით? არა, ზუსტად იგივე ფორმით რომ ბრუნდებოდეს, კოპირება იქნებოდა. ყველაფერი, რაც შენს გარშემო ახალი გქონია, დიდი ალბათობით ძველის განახლებული ვერსიაა. წარსულის ზუსტი კოპირება კარგი არ არის, მაგრამ ძველის ინსპირაციით შეგიძლია სრულიად ახალი რამე იყო. ამისთვის კი შენი კრეატიულობაა საჭირო. ანუ ძველის სწავლა, განახლება, გადახალისება და ახლის შექმნა მუდმივი პროცესია. მუსიკოსები, დიზაინერები და მხატვრები ახალი იდეებისთვის სწორედ ამ გზას იყენებენ. ამიტომაც ამბობენ, რომ მოდა ბრუნავს. და შენთვის რა არის ერთი რამ, რაც დღეს მოდაშია, მაგრამ გინდა რომ აღარასდროს დაბრუნდეს? დაგვიწერე კომენტარებში.